სამკვირიანი ცხოვრების შემდეგ გამსახურდიამ მუჟავის მიმართულებით გადაინაცვლა. აქ მისი უსაფრთხოება მისმა ერთ-ერთი შეიარაღებული რაზმის მეთაურმა ბადრი ზარანდიამ ითავა. პრეზიდენტმა აქაც ღიაცის ქვეშ დაახლოებით ერთი კვირა დაჰყო. მოგვიანებით კი სამაგერლოს მთიანეთის ერთ პატარა სოფელში გაჩერდნენ, თუმცა იქ დიდი ხნით დასვენება არ ეწერა. მათი ადგილსამყოფელი მდევარისათვის გახდა ცნობილი. როგორც იტყვიან, გავის იდეს და იძულებული გავით სასწრაფო წესით დაგვეტოვებინა ის ოჯახი. ღამის 12 იყო თუ პირველი საათი ის ოჯახი დავტოვეთ და გამთენის 6 საათზე ტანკებით და ბეტერებით მიადგნენ. იყო შემთხვევები, როცა ჩვენ ჯგუფი მივიდოდა და მაგ იმ საცარა იყო მათი ადგილსამყოფელი, დაგვწებოდა ჩვენ ჯგუფს კოცონი, აი ახალი ჩამქრალი და თქოს აი ახალი წასულები. მდევარისათვის თავი რომ დაეღწიათ, გაქცეულები თავშესაფარს ხშირად იცვლიდნენ. ისინი ძირითადად ღამე მოძრაობდნენ. ხოლო თხისით სანდოჯო თუმცა რაღაც ერთვა და გატეხა. ჯაზი რომ გადმოვედი, იქ უკვე ცოტა შევატყვი ეს სულიერად გატეხილობა. თბილისისთვის სასარგებლო გავლენა იქონია ადგილობრივ მოსახლეობაზე ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებამაც, რომლებიც ზვიად გამსახურდიას ეძებდნენ. მოსახლეობის ნაწილი უჭერდა მხარს თავისუფალია პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას და იქ ეხმარებოდნენ თავისუფალია გადაადგილების თვალსაზრისით. ეგ იყო. თორე დაჭერა ასეთ არ იყო ძნელი, მაგრამ ცოტა ის მწყეებში ძებრაც ასადვილი არ იყო. კი, სულით და გულით უნდა პრეზიდენტის მიღებაც ისიც მაგრამ დოხანს გაჩერება ცოცხალი თავით არავის არ უნდა და ეს შემოდათ. 22 დეკემბერს ზვიად გამსახურდია სოფელ ჯიხაშკარში, ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახში გადავიდა. მას ამ დროისთვის ბესარიონ გუგუშვილი და დაცვის 4 წევრი გაახვდა. უშუალოდ ახლა შემოვიდნენ, იქ ოთახში შევიდნენ უშუალოდ დასაძინებლებში გაიხადეს ფეხსაცმელი გაიხადეს, შექმნები და ყორეზის შექმნები, ზევით ტელეგრაფი გადავიდეთ რაღაცა სამხედრო კუდი ჰქონდა. თვითონ და გუჯუჯის იყო ესებრაიზე და იმან ცოტა ითამადა და იმას დალია და სადღაც თქვი ეს მე წარმატებაზე მომავალ ეროვნულ საქმეზე და იმას დალია და თქვა თქვენი შემწეობით და თქვენი სიმედით შეიძლება ამას გავაკეთოთ და გაგვეკეთებდეს თქვა რაღაც მე. შიმშილობასა და ფიზიკურ სისუსტეს მისი სულიერი გატახილობაც დაერთო. ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდია მისთვის გამოყოფილ ოთახში განმარტოვდა. ოთახიდან იგი იშვიათად გამოდიოდა. არაფერს არ ლაპარაკობდა, ის იყო წყნარად იყო და გათავდა რომ ზოგჯერ შემოდიოდა იქ დაჯერებოდა და რაღაცა გემებზე ცოტას რომ დაიწყებდნენ ლაპარაკს გუგუშვილი და რობინო და კარგი თუ ნახა და რანებით თავი იყო და იმედი არ ქონდა არაფერს ვაფშე ბოლო დროს. და ისევ გავიდოდა და წამოწევოდა თავის ოთახზე. ნუ ესე გაივიდა ოთახში კი დაგეთ ზოგჯერ გარეთ გამოვიდოდა მეტი არაფერი. კვარაცხელიების ოჯახში 6-მა დევნილმა 28 დეკემბრამდე დაჰყო. აქ ყოფნისას შიმშილობის გამო ზვიად გამსახურდია კიდევ უფრო დასუსტდა. გარშემო მყოფთა თხოვნის მიუხედავად იგი საჭმელს ახლოს არ ეკარებოდა და მხოლოდ მაწონსა და ჩაის სვამდა. იმ დღეებში დააკავეს ის ორი პიროვნება, ვინც გამსახურდია ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახში მიიყვანა. ჯიხაშკარში გაჩერებაც საშიში გახდა. არ უნდა და აქედან წასვლა. რაღაცა იმედი ქონდა ჩვენთან რაღაცა და არ უნდა და სხვაგან წასვლა. რა ვიცი რაღაცა შემატყო თუ რა იმისი პროსტო იმის საქმეს იმის იდეის მომხრე რომ მიყავი და მაგდებო ბიჭო მითხრა რომ მიდიოდა მაშინ. მოვიდნენ რომ მიყავდათ მაშინ რომ გადიოდა დაგვემშვიდობა ამასაც ხელი გამართა სტაზე ის ნავთის ლამპა იყო ნავთის და ის შუშა თავისით გაყვა და იწკრია და გაიბზარა და ასურა დასრილა ის შეხდა ერთი და მე გაკუნდა და წავიდა. გამსახურდიამ და გუგუშვილმა მეზობელ სოფელ ხიბულას შუაღამისას უკვე დაცვის თითო წევრის თანხლებით შეაფარეს თავი. ხიბულაში მათი მასპინძელი კარლო ხურცკაია აღმოჩნდა. შემოვიდნენ, წვერი იყო დამაშებული, ყველა. და ვნახე რომ პრეზიდენტი ზიად გამსახურდია აქცენტა.
არაფერი არ უწამიანო ამას. დედა რა მოვიდა ოთახში. ყველა ოთახი შემოიარა და მე დაწყო. ისე კნასოდა. ავალე. დევნა ატყდებოდა. თბილისში მყოფი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა მიეგნო გაქცეული პრეზიდენტისათვის. ის როლები რაღაცა ყველაფერი გვესმის, მთელი ღამე არის სროლა და მთელი ამბები რა, ირგვლივ ყველგან აბსოლუტურად. კიდე ჯეხაშკაში მთელი ეს ტანკები, ბეტერები, მიდი, მოდი, თითი ხიმულაში ხობი ჩანდა იქიდან. არჩი ერთი 5 წუთით არჩევდებოდა, რომ სროლა და რაღაცა არ ყოფილიყო. ხიბულაში ზვიად გამსახურდიას კიდევ ერთხელ შესთავაზეს დაედოებინა სამეგრელო და გაქცეულება. მოვიდა მიჯები და ოქრეს შანსი არის ვენი გადაყვანეს ადამი პრეზიდენტი. 5 წუთი თუ 10 წუთი არაფერი პასუხი არ გაუსია. მე არა მე მიტინგზე შევდები ხალხს საქართველოდან მე ხერხს არ გავდა მასა თქვენთან ერთად მოვიდა. ზვიად გამსახურდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაცვა და რამდენიმე მეგზური იძულებული გახდა ადგილობრივი ექიმი მოეყვანათ. სოფლის ექიმის დიაგნოზით ავადმყოფის სისუსტე საკვებზე უარის თქმით და ნერვული სტრესით იყო გამოწვეული. გამყარიყო. ნუ 60 კილო იქნებოდა მედია. ხო, არჭამდა საჭმელს მეუთხარი იმედი და ბატონომებში საჭმელს ბატონად ჩავხმები. არა ეს ქალბატონო მთელი მეწვისო და ვერ ჩამო ასე თქვა. და მე გამოვედი მე რა ვიხნა. მეუთხარი მოგიმზადეს მე თქვენ რბილ რაიმეს მეცი. არა მეხარა. ჩემი საქმისა მე ვიცი. ახალი წელი ახლოვდებოდა. 29 დეკემბერს ზვიად გამსახურდიამ დაცვის უფროს ბიბლია მოსთხოვა, რომელიც ლოცვის შემდეგ წილის წინ თავქვეშა მოვიდა. მეორე დღეს საღამოს მისი ავადმყოფობით შეწუხებულ მასპინძლებსა და თანხმლებ პირებს შეჰპირდა, რომ 31-ში საახალწლო სუფრას მათთან ერთად მიუჯდებოდა. კარლო ხურცკაიას გადმოცემით, ხიბულაში ყოფნისას ზვიად გამსახურდია ოთახიდან არც ერთხელ არ გამოსულა. კარი, რომელიც აივანზე გადის, საგანგებოდ იყო აჭედილი. მჭიდროდ იყო დახურული დარაბებიც, რომელიც გამსახურდიას იქ ყოფნისას არ გაღებულა. პრეზიდენტთან ერთად ოთახში ყოველთვის ეძინა ბესარიონ გუგუშვილს. ხოლო გვერდით ოთახში, რომელიც შიდა კიბისკენ გადის, დაცვა, რობიზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე იყვნენ მოთავსებული. მასპინძლები კი პირველ სართულზე ცხოვრობდნენ. ასე იყო 30 დეკემბერსაც. კარლო ხურცკაია იწუნება, რომ იმ ღამეს ოჯახში უცხო არავინ შემოსულა. მისი განცხადებით, უცხო ადამიანის შემოსვლას ეზოშიც კი ისინი აუცილებლად შენიშნავდნენ. იმ ღამეს გამსახურდიამ ბოლო მითითება მისცა დაცვას. აი ბოლო სიტყვები ეს იყო, რომ მაგრა იყავი არ შეგეშინდეთ, დაისვენეთ 13 საკველი, ხვალე ადგილი უნდა გამოვიცვალოთ და ჯამზე უნდა იყო. დაახლოებით 12 საათი იქნებოდა, როცა მასპინძლებისა და სტუმრებიც დასაძინებლად გაეშურნენ. დავიდა ეს ახალი საათი დავიდა სოლის მანო წამოვხდი იქიდან ბესარიონი შემეგებოდა ჩვენ დღეს იქ რაც დავინახეთ ეს სული ჩამოსდი პირველად რომ შევედი რომ მივახლოვდნენ კლაუს მოგებებას ხელი ბაბუზიადმეჩი და ეგ ახლა სისხლის ხმარი და ეს იარავი აი ასე ქონდა თავი სეკუნდა მიყოდებული და ოტემეცი ჩამოვარდა. უცხად მორთას იმათმა ღრიალი. მე ახლა არ მეგონა რა იყო, არ ვიცოდი. და პიროდენ ვაიმე დავიღუპეთ პრეზიდენტმა თავი მოიკლაო. და კარლო გუზა გვიშველეო.
მანამდე ეს ავარდა შიფრების ნახევრად და აკეცვა და იგი იყო მიბოლნებული. თავი ჩავარდნილი ჰქონდა და ხელი მარჯვენა ხელი გარეთ და ასე ჰქონდა ვით. დანში. ეს კი აკეცვა. აკეცვა და მე მოვიდა ხელი შემოვიდა მას. თავში. ხალხი ჰქონდა. შენტეს მისავანოს ჩვენ დღეში ვიყავით ირწამდნენ თავზე, ფეხებზე, იფუტავდნენ თავს, კედელს უყრავდნენ თავს, საშინელი გადაუტანეს. ურცხაიევის ოჯახში მოხდარი ამბის სამსახველი გადმონაშთი იმ პატარა ოთახს დღესაც შემორჩა. საწოლის რაფაზე ახლაც კარგად შეიმჩნევა იმ ტყუის კვალი, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიასათვის საბედისწერო აღმოჩნდა. ნატყვიარის ქვემოთ დარჩენილი გამშრალი სისხლი ნათლად მეტყველებს იმ შედეგზე, რაც 31 დეკემბრის ღამის გასროლას მოჰყვა. მე გამიცემდა უკვე მეორე ახალი წელი დგებოდა და ოჯახის პატრონმა სტუმრები მოვლენდა, რა იყიდებით და რა უქმნათ, რა გვეშველება და მე მოვახერხეთ რამე გადასვენება. ისა 2 საათი იყო თუ რაღაცა ღამე ტეშეროა ტრაქტორი იმაზე დავასვენეთ და იმით ისევ გადმოვიყვანეთ ციხაშკარში, სადაც პირველად ვიყავით. ტრაქტორი რომელიც პატარა ტირომას კუზოვი მით მასვენეს თურმე და გამოიყვანეს და გუშინ ცუდი მეკლები ვართ, მაგრამ მაგარზეგის ეს იმიტომ რომ ახალი წელი იყო უკვე დირა იყო გათენებული არ იყო, მაგრამ 5 საათიას. იმ პირველ რისკში ეს არაყეთ წყალი შეურიეს და გარეთ გაბანეს კარგად ვარჩა. გამოუცვალეს ყველაფერი, თანაც მე ახალი ჩააწვეს. ზვიად გამსახურდია კვარაცხელიას ეზოში მეორე დღეს სახელდახელოდ შეკრულ კუბოში დაასაფლავეს. რომ დაგამდა პირველში ეს გადმოასვენეთ იმ ყუთით და ამ გზით კატრადას. აქ პროგრამ დაკნა იყო დიდი მაღალი 5 მეტრო და სიუსაკეთ გავიტანეს. ახლა აქ დავასაფლავეთ, მაგრამ მე იქით ცოტა იქით მინდა და იქით კარგი ადგილი ამერიკა მე დამალონდო და არ ვიცოდი და რობინზონმა ხარჩი ადგილი და აქ დავასაფლავე არა მნიშვნელობა მგონის. რამდენიმე კაცმა დავასაფლავეთ? სულ ჩვენ ვიყავით, არავინ არ იყო. მე ასიგეთ კარგად დავუყურეთ, მე ის სანთლები აუნდეთ, ვინა კიდე რაღაცა მოვიტანეთ, როგორც საჭიროა ესე გავაკეთეთ. თბილისში გამსახურდიას გარდაცვალება რამდენიმე დღის შემდეგ პრეზიდენტთან გახდა ცნობილი. შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა დაედასტურებინა. კომისიას ჯერ ვიცე-პრემიერი ირაკლი მენაღარიშვილი, ხოლო შემდეგ მისი კოლეგა ალფანდილ მარგიანი ჩაუდგა სათავეში. მუშაობდით ჩვენ რომ დაგვედგინა, ან თუ მართლა მოიკლა თავი, სად არის დასაფლავებული, ან როგორ მოიკლა თავი. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ამბავი ბოლომდე არაჯერად არც მის მომხრეებს და არც თბილისს. იმისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ ინფორმაციის ისტორიაში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამეგრელოს სოფლებში რამდენიმე ახალი საფლავი ამოთხარეს კიდეც, თუმცა ძიება უშედეგოდ დასრულდა. 8 იანვარს მარგველანმა რამდენიმე ადამიანთან ერთად გამსახურდიას ცხედარი იმავე სოფელში ვალიკო ზარანდიას ოჯახში ჩუმად გადაასვენა. სამთალობდე ვინმე რომ მოვიამოსა ისინი ქეით იყვნენ დასვას უფრეს და ესენი ჩვენ მიყავით ზე ვინმე რომ დაეშირდა ან სალარნაზე ხავნოვიდა და ეს მაგვარა ამის კიდე მესინო და ამის პატრონი ეყოლება მეთქი ამისთან აკაცი რომ ასე მოკლეს თუ თვითონ მოიგნა თავი მე არ ვიცი არ მითხრეს ეს სად მოიგნა თავი მარა ღმერთი ია ორა გადაყვან ღორონტიკო ხო 12 იანვარს ზვიად გამსახურდიას ნეშტი ზარანდიევის ოჯახის ფარდულში დამარხეს, რის შემდეგაც
გუგუშვილი და მარგველანი გროზნოში ბათუმის გავლით გაიქცნენ.